მოგესალმებით მეგობრებო, თუ შეიძლება ერთად შევიკრიბოთ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები გვერდით რომ იყოს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვარ თემური სათიაშვილი პანკისის თაობიდან. ვარ საქართველოს სული სპორტამდე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად სულ სიხილოს ის ძვირფასი ისლამაზი დღეები საქართველოში, რომელიც დღეების სტილვაც ყველა ჩვენთაგანეთის სანაკლელი გაგახდა. გევანდელი ჩვენი აქციის ჩატარების მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ კარგად ხედავთ თუ რა ხდება საქართველოში. ხედავთ ის, რომ დღითიდღე ადამიანების წვლილობები, დღითიდღე ახალგაზრდების წვლილობები, დღითიდღე ამდენი ბოროტება, ამდენი სიძულვილი მეფობს საქართველოში. აქედან გამომდინარე, საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ჩვენ გვერდიდან უყურებს, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ მე არ ვარ ამაში დამნაშავე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, ამ ყველაფერში დამნაშავეები ყველა ჩვენთაგანია. ჩვენ ყველას მიგვიძვის ჩვენი წვლილი დანაშაული. მაშინ როდესაც სიტყვის ამოუღებლობა, მაშინ როდესაც გაჩვენება არის დანაშაული, მაშინ როდესაც შენი ხმის ამოღების შენ შეგიძლია უამრავი ადამიანის სიცოცხლე იქნა და შენ ხმას არ მოიგებ, ეს უკვე დანაშაულია. მე მინდა ასევე გავიხსენო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როდესაც სკოლაში ვსწავლობდით, ორკანიდან წყალი მოდის ატალახდა ჩვენი ეზო. ყველაფერს ხედავს ლიას, ყველაფერს ხედავს ეზო. ორივენი გიაუნკას, აულიან, ჩაულიან, თუმცა არასაშავებენ, მაინც დანაშაულია. იცით შემოდის ფასო მეგობრებო, ჩვენ ის დაობავთ, რომლებიც აი ამ განათლებაზე ავიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ულტრალიბერალურმა საზოგადოებამ ის განათლება, ის კულტურა, რომელიცაც კავკასია იზრდებოდა და მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში საქართველო, ჩვენ ეს იდეოლოგია წაგვარქვეს. ის გაგება ენა მამული და საქმეობა. წაგვარქვეს ის ძვირფასი მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ საზოგადოებას გვაერთიანებს ერთმანეთთან. შემოდის ფასო მეგობრებო, ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ფართო ნაბიჯი იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუშვებთ. სხვა შემთხვევაში გამოსავალი არ აქვს. ვიცით გვერდით ამდენი ბოროტება, ამდენი მკვლელობები და ყველა ჩვენთაგანი ჩვენი წვლილი ნაბიჯი უნდა გავაკეთოთ. მე ვარ ამ აქციის ორგანიზატორი და დღეს შენთან ერთად იმყოფებიან ჩემი მეგობრები, შენთან ერთად იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებსაც შენთან ერთად შემნაირად თუ არა უფრო მეტად უყვართ საქართველო და სულ საქართველოზე ზრუნვა და საქართველოზე მის კეთილდღეობის ნაბიჯების გადაღება. ამიტომაც მე დროთა განმავლობაში დაგიწყდებით ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვთხოვო ჩვენს მეგობრებს. გევანდელი ჩვენი ეს აქცია არის გახსნილი. ყველა ადამიანისთვის. არის გახსნილი იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკური იდეოლოგიისა, რელიგიური საკანონისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. გევანდელი ჩვენი აქციის მიზანი არის ის, რომ ის გაუძლოება რა ჩვენ შორის ჩამოყალიბდა პოლიტიკური იდეოლოგიის ხარჯზე, ეთნიკური უმცირესობების ხარჯზე, რელიგიური იდეოლოგიის ხარჯზე, აი ეს დაპირისპირება, აი ეს გაუძლოება დღევანდელ დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ მისი ამოძიება. თუ არ დავიწყებთ, თუ არ გადავდგავთ ჩვენ ნაბიჯებს, ვერაფერს ვერ მივაქვს იმ წერტილამდე, რასაც ქვია ერთიანი და ძლიერი საქართველო. შერიგების სალამი, რომელიც აგერ უკვე 4 წელია ჩამოყალიბდა და აქტიურად აგრძელებს მუშაობას, შერიგების სალამა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიაროთ დავით აღმაშენებლის გზით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვყავთ უძლიერესი ადამიანები, უდიდესი წმინდანი დავით აღმაშენებელი, რომელმაც შეძლო საქართველოს ისტორიის მანძილზე უძლიერესი სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა. ჩვენ გვაქვს ის უძლიერესი მეთოდი, ის უძლიერესი გამოცდილება, რაც ჩვენ გავიარეთ. ამიტომაც ჩვენ ახალი არაფერი არ გვჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც უკვე ნაცადია. ამიტომაც მივესალმებით ყველა ჩვენთაგან. ეს ადგილი, ეს მიკროფონი, ეს არის ყველა ადამიანის ღია, ვისთვისაც ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ არის სიყვარულის წესებით. ვისთვისაც ეს არ აქვს მნიშვნელობა პარტიული იდეოლოგია, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა რელიგიური გაყოფა, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკური წარმომავლობა. ამიტომაც ყველას დიდი სიამოვნებით მოგხსნათ შეიძლება. მოგდამთ. მე ჩემ
ორგანიზაციას არ დავასახელებ, ვინაიდან ახლა არჩევნები და რეკლამა არ გამოვიდეს. მხოლოდ და მხოლოდ გეტყვით დააზავარ გაიუს მამალაძე, როგორც კი გავიდი ამ აქციის დანიშნვის შესახებ, დიდი სიხარულით გამოვეყანე, მიუხედავად იმისა, რომ მასახლები მქონდა, მოვედი რომ სიყვარულის აქტივისტებს მოგესალმე. დიდი მადლობა ბატონო თემურ, ეს არის სიყვარულის აქტივისტების აქცია პირველი, ეს არის სიყვარულის დათესვის პირველი ახალი მცდელობა 1992 წელს დაწყებული უბედურებების შემდეგ. ეს არის მცდელობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო, ვინაიდან სიძულვილი ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, სიძულვილი ჩვენ მხოლოდ შეიძლება დავანგრიოთ ჩვენი საზოგადოება და ვანგრიოთ ჩვენი საზოგადოებას, ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები ხედავენ მხოლოდ სიძულვის, ამიტომ არიან ერთმანეთს დარეულები, ამიტომ არიან საკუთარ სახელმწიფოს დარეულები და ამიტომ არის საქართველოს ვერა და ვერ დადგა ფეხზე უკვე თითქმის 30 წელია. რაც მტრობას დაუგრევია, სიყვარულს უშენებია. ეს არის ამ აქციის ნიშანი. ყველანი მისი გესახ გვახართ, ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ პოლიტიკურად ქართველები, შეიძლება ზოგი იყოს წარმოშობით სხვა ეთნოსის, სხვა ეროვნების წარმომადგენელი, მაგრამ ჩვენ ყველა ვართ საქართველოს შვილები და მხოლოდ სიყვარულით შევძლებთ ქვეყნის აშენებას, სადაც მხოლოდ სიყვარულით აშენებულ ქვეყანაში შეუძლიათ ადამიანებს თავისი შვილები მშვიდობიანად დაუშვან გარეთ ექსკურსიაზე და მშვიდობიანად დაუბრუნდებიან ესენში. სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს. ამიტომ ჩემი თხოვნაა ყველასადმი, ვინც მონაწილეობს ეს არჩევნებში, ვინც ასე ვთქვათ ითხოვს რომ მომეცით ხმები, ვინც მას ადლევს, ვინც უბრალოდ არჩევნებში მიდის, ან არ მიდის, ყველამ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს საქართველოში სიძულვილი. ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ რეკლამირებული ოპოზიციის მხრიდან, რადიკალ ლიბერალების მხრიდან იქნება თუ სხვების მხრიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებლად უნდა შეწყდეს ბიგ სიტყვაობა ტელევიზიიდან. აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონები, სადაც აკრძალული იქნება ადამიანის შეურაცხყოფა. იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ადამიანს შეურაცხყოფს, ის ადამიანები ვერ იქნებიან ერთი საქმის გამსხოლები, ერთი საქმის კეთებლები. ისინი შეიძლება მოკლეს კიდეს ქართველი კაცი დედის გინების გამო. ამიტომ რომ შეიძლება რუსს შეაგინოს ადამიანმა, ან ამერიკელს, ან გერმანელს და ისე არ ინერვიულობს, მაგრამ საქართველოში ბიზნესობა, ეს არის პირდაპირ ღვთისმოება, ეს არის ქართველობის გრობა, ეს არის ადამიანის სიკვდილისაკენ მოწოდება, ეს არის კრიმინალი, ეს არის დანაშაული. ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ეს. კანონებია შესაძლებელი. სიძულვილის წინააღმდეგ უნდა მივიღოთ კანონები, გიცხადთ ახალ დავაგრძელებთ ჩემს სიტყვას, მინდა გითხრათ რომ დღეს პირველი მცდელობაა ბატონო თემურ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც აქ არიან, დიდი მადლობა იმათ, ვინც თქვენ ხალხს გიჭერთ და მე ვფიქრობ, სხვა მომავალი შეხვედრები კიდევ გვექნება, როგორც კი გექნება, მე თქვენთან მოვდივარ. თქვენთან ერთად მივდივარ ყველა ბრძოლაში, რა ბრძოლასაც თქვენ აწარმოებთ. სიყვარულის ბრძოლაში 1990 წელს დაშლი დანაკრებულმა საქართველოს წარმომადგენლებმა მეფე-მთავრებმა დადეს ეს სიყვარულის ტრაქტატი. ზუსტად ასე ქვია მას, მავასხელობითი სიყვარულის ტრაქტატი. ანუ სავალდებულო სიყვარულის ტრაქტატი. ჩვენ ვართ ყველანი საქართველოს შვილები და გვაქვს ვალდებულება გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარულის გარეშე ჩვენ შვილებს მომავალი არ აქვს. ჩვენზე არაა ლაპარაკი. დიდი მადლობა ღმერთმა გაგახაროთ. ძალიან გამახარეთ რომ შეიკრიბეთ. ძალიან გამახარეთ რომ ეს აქცია დაიგეგმა. ღმერთი არის ჩვენთან. გაიხარეთ. უმეტესი მადლობა. მოკლედ ჩვენ ვიცით რომ საქართველოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში გრძელდება ეს პანდემია. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ხელს ითხოვს ამ პანდემიის ფონზე, მაგრამ ჩვენ მაინც კანონმორჩილი ადამიანები ვართ და დღეს შერიგების სალამი გადმოგცემთ ყველა ვინც აქ ხარ, გადმოგცემთ სიმბოლურად აი ესეთ პირბადეს, რომელზეც დაწერია არა დაპირისპირებას და არა სიძულველი. ჩვენ ყველამ ერთად უარი უნდა უთხრათ დაპირისპირებას, ჩვენ ერთად უარი უნდა უთხრათ სიძულველს. სხვა შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი არის ერთობაში. მე მინდა გავიხსენოთ ჩვენი პატრიარქის ილია მეორეს სიტყვები. თაობათა ერთობა, მათი ერთიანობა, მათი ერთგულოვნება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის დღევანდელ დღეს. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი აშენებს და აერთიანებს და ღმერთი
აერთიანებს და ადამიანებს სიყვარულს აძლევს ერთმანეთს. ამიტომ აი ჩვენი დანიშნულება დღევანდელ დღეს ზუსტად არის ის, რომ ჩვენ დღეს რომლებიც ვდგევართ აი ამ ადგილას, ჩვენ ვიძახით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი მივაღწიოთ დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოს ყოფას. ამ შემთხვევაში შეუძლებელია სიძულვილის ფონზე, დაპირისპირების ფონზე, ვინც არ უნდა მოვიდეს ამ არჩევნებში, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის მმართველი, ის ვერასდროს ვერ შეძლებს ქვეყნის მართვას. იმიტომ რომ სიძულვილი მეფობს ქვეყანაში და ეს სიძულვილი ჩვენ უნდა დავამარხოთ ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეიძლება შემდეგი გამოსვლელი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხემალაძე ქალაქ რუსთავიდან, მოვეწევი ჩვენი სტატიაში, ასე ვარ შრომთა სოლიდარობის კავშირის თანათავმჯდომარე. მე ძალიანად ვემხრობ ჩვენი სამ ინიციატივას, იმიტომ რომ ეს სიძულვილი სენა მართლაც და მართლაც ადამიანებს აშორებს. თუნდაც ეს პოლიტიკური ციერცხელება, საარჩევნო ციერცხელება ყოველთვის განპირობებულია ისე, რომ საზოგადოება ამყოფილ დაძაბულ რეჟიმში და ეს საზოგადოებაზე ცუდად მოქმედებს. რაც შეეხება თემურის ინიციატივას, ჩვენ უერთდებით მას და გამოვხატავთ გზადყოფილას, რომ ჩვენ ჩავერთვით მასთან ერთად ამ თემასთან დაკავშირებით და ვითანამშრომლებთ ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება ძალიანად ამ აზრს და ძალიანად რომ მოვიცვათ ეს ყველა სიტუაცია, მე მინდა აქ დავაჟღერო ერთი რამ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გვინდა, რაც როგორც არ გვინდოდეს, მაგრამ მაინც ვღებულობთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ვღებულობთ არჩევნებში მონაწილეობას და გავთ ნაბიჯებს ისეთ, რომელიც დამოკიდებულია მერე ჩვენზე და ეს ყველაფერი უნდა გადავდგათ ისე ლამაზად და ყოფნად, რომ სიძულვილის გარეშე მოხდეს ეს ყველაფერი და არ დავემორჩილოთ იმ სიძულვილს, რაც მოდის ზოგიერთი პოლიტიკური, ესე რომ ვთქვათ, პარტიებიდან. გასაგებია მათი ციერცხლება და ტემპერატურის აწევა უნდა და ამით გულების დაწერა, ეს ყველაფერი გასაგებია რა თქმა უნდა, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ ვართ შექმნილები სიყვარულისთვის და არა სიძულვილისთვის. ღმერთი აერთიანებს და სიძულს იბოროტე ყოფს. ზუსტად ესაა, რომ ეს დაყოფა ამ სიძულვილისგან მოდის და ჩვენ აუცილებლად უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები ურთიერთ სიყვარულისათვის. სიყვარულს თუ ვერ შეძლებს, ურთიერთ თავს ძალა დავატანოთ და ურთიერთ პატივისცემით შევხედოთ ერთმანეთს და ურთიერთ პატივისცემით ვიყოთ საქმისადმი ორიენტირებული და მაღალი მოქალაქეობრივი გაგვაჩნდეს ჩვენ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენია ეს ქვეყანა, ჩვენია ეს ქალაქები და ჩვენ ცხოვრობთ აქ, ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. ზუსტად აი აქ ილია ჭავჭავაძის ისინია ბანერები გამოკვლული და ზუსტად ეს ადამიანი ჩვენს ყველა საკითხავთ ვიცით, რომ რამხელა მაღალი მოქალაქეობრივი შექმნებით უდგებოდა ყველა საკითხს აბსოლუტურად და როგორი სიზუსტით აკეთებდა ყველაფერს. აი ზუსტად ეს გზა არის, რა თქმა უნდა, რომ მიგვიყვანს სიყვარულამდე. ქართველი ერი არ უნდა დაჩანაკდეს, პირიქით უნდა გაერთიანდეს, სიყვარულში უნდა გაერთიანდეს და ძმობაში უნდა გაერთიანდეს. ეს აუცილებელია და ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ და ჩვენი საკითხაო გაერთიანება, თუნდაც თემურთან ერთად, თუნდაც ვინმეს ექნება კიდე კარგი ინიციატივა, თუნდაც იმ ადამიანებთან ერთად, ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი არის და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს, მოვიგებთ იმ ბოროტ ძალებთან, რომლებიც თესავენ სიძულვილს. ესე რომ ვთქვათ, სიძულვილი ყოველთვის იქნება ბოროტება, ეს მოდის ბოროტებიდან და აუცილებლად დაამარცხებს სიყვარული. მადლობა ყურადღებისთვის, ბატონო თემურ, გიერთებით ყველანაირად. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შორის არის ის მუხტი და ის ძალა, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ გავრცელდება და გაძლიერდება. თუ შეიძლება შემდეგი მონაწილე სანამ გამოვა, მე მინდა შეგახსენოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ საქართველოს თავის ისტორიის მანძილზე არასდროს არ ყოფილა დამპყრობლური ომების მაწარმოებელი ქვეყანა. საქართველოს იყო კავკასიის აკვანი და საქართველოს იყო ერთ-ერთი უძლიერესი კუთხე ქვეყანა, სადაც ზნეობა და მორალი იყო მაღალ დონეზე. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ რომლებმაც ეს მორალსა და ზნეობას ეგრეთ წოდებული ევროპა აქეთ ჩვენ გვასწავლის, როცა ისინი ჩვენგან სწავლობდნენ ამ ყველაფერს, ეს სიძველია. დღევანდელ დღეს ასევე გვესმის სამწუხაროდ ასეთ სიტყვები, რომ
მე მთქვენია ქართველობაო. იცით არიან სამწუხაროდ ასეთი ადამიანები და მე მინდა უთხრა ასეთ ადამიანებს ქართველობა კი არ უნდა გქონოდეთ. ქართველი რომელიც აი ესე სიტყვები საუბრობს, აი ეს უნდა გქონოდეთ. ქართველი რომელმაც სიყვარული დაივიწყა, აი ეს მდგომარეობა უნდა გქონოდეთ. ქართველი და საქართველო ყოველთვის იყო და იქნება კავკასიის დედაარკვანი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს, რომელიც სიყვარულის მატარებელია, იყო და იქნება მუდმივად. თუ შეიძლება მოგესალმებით ძვირფასო დებოდა ძმებო, თანამემამულეებო, ქართველებო. სიტყვა ქართველი რომ ვიხმარე, არ იფიქროთ რომ ეთნიკურად მხოლოდ ქართველს გულისხმობ. მე ვარ აფხაზეთიდან, მეგრელი კაცი ვარ, ქართველი კაცი, მაგრამ დღეს ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი არის ქისტი კაცი, ეთნიკურად ქისტი, ქართველი კაცი, ძვირფასესი ჩემთვის თემურ სათიაშვილი და მრავალი ასეთი ადამიანი, რომელსაც საქართველოსთვის გული მართლა შეწყინა და როგორ შეიძლება დღეს რომ ქვეყანა არ ტკიოდეს. აი მე მოულოდნელად მომეცა აქ საშუალება გამოუსულიყავი. შემომთავაზა თემურმა და მე უარი არ ვიხარ, იმიტომ რომ სულ პატარა წვლილი მეც მინდა შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში, სიყვარულისკენ სწრაფვაში და დღეს რასაც ხედავ ჩვენ, ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც მართლა არ უნდა იყოს ქვეყანა და მართლა რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, იმას ხედავ ჩვენ ტელევიზიიდან და პრესიდან და თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაგრამ მე პირადად გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. მე მჯერა ნათელი მომავლის, მე მჯერა რომ ასე არ გაგრძელდება და მე მინდა ჩემი პატარა აი ამ სიტყვით, რომ ოდნავი პატარა წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის აღსანიშნავების საქმეში. დიდმა ილიამაც, ილია მართალმა ბრძანა, კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღეს აშენს თავს კითხო, აბა დღეს მე მის რა ვარგე. მაგრამ სამწუხაროდ დღეს ადამიანები განცხრომას არიან გადაყოლილები. ბევრი ფული როგორ დააგროვონ, ბევრი ქონება როგორ დააგროვონ ამ დედამიწაზე, ამ ცოდვი დედამიწაზე და აქედან შემდეგ როდესაც სწავლენ, როგორც შიშვლები მოვიდნენ, როგორც წმინდა წერილი ამბობს ამას, შიშვლები სწავლენ ისევ და არაფერს არ გაატანენ. ზოგს გონია რომ შვიდი შვილებს დაუტოვებს შემდეგ ამ ნაძარს ქონებას, მაგრამ როგორც ეკლესიაში წერია წმინდა წერილში, არავინ იცის ვის შეხვდება შემდეგ ეს ქონება, სულელს თუ ჭკვიანს, შემიანს თუ სვისიანს. ამიტომ ადამიანის მოვალეობა, მისი დანიშნულება ის კი არ არის და ხვდება, იმიტომ კი არ შეხვდა ადამიანი, რომ მან რაღაცა მოითმეტოს, რაღაცა დააგროვოს, ამის გამო კაცი მოკლას, ათასგვარი სისაძაგლე ჩაიდინოს, არამედ ადამიანი მხოლოდ იმას უნდა ფიქრობდეს, როცა ყოველ საღამოს თავის თავთან მარტო დარჩება, როგორც დიდმა ილიამ და რომელიც სიტყვების პერფი, რომელიც ერთსოფიანი ლექსი, სადაც დათქვამია, რომ ადამიანის დანიშნულება ეს არის, რომ მან იფიქროს ყოველდღე, რომ გასაგებელი, რასიკეთე მოუტანოს სხვა ადამიანს, რასარგებელი მოუტანოს თავის ქვეყანას და უფრო გლობალურად თუ ავიღებ, რასარგებელი მოუტანოს მთელ კაცობრიობას. აი ამიტომ ჩემო ძვირფასებო, აი ძალიან ცოტანი ვდგავართ ახლა აქ, მაგრამ დამერწმუნეთ, როდესაც მდინარე სათავეს იღებს, ის ძალიან პატარაა, ძალიან დიდი კი არაა, მაგრამ შემდეგ პატარ-პატარა ნაკადულები უერთდება და ბოლოს ისეთ ძალად იქცევა, რომელიც წალეკავს ყოველივეს და მე მჯერა რომ ჩვენ ისეთ ძალად ვიქცევით საქართველოში, რომელიც წალეკავს სიძულვილს, დაპირისპირებას, ყოველგვარ უმსგავსობას, უღმერთობას და ყოველგვარ სისაძაგლეს საქართველოში. მე მადლობელი ვარ, ბატონო ჩემო, რომ დღეს მომეცა საშუალება ჩემი გულის ტკივილი გადმომეცა. მე ყველას მადლობას გიხდით, თითქოს პატარას, ხალხს და კაცს, მე ყველანი მიყვარხარ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ განჩენს ღმერთს უყვარხარ ყველა ადამიანი უყვარს უფალს, ცოდვილიც უყვარს უფალს. ამიტომ მოდი გვიყვარდეს ყველა, დიდი და პატარა, ის ცოდვილიც გვიყვარდეს, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს გამოსწორების შანსი, ყველა ადამიანს აქვს მონანიების შანსი, ყველა ადამიანს აქვს გაფიქრების შანსი. ამიტომ მე მოუწოდე მთელ ქვეყანას, მთელ საქართველოს ყველა ადამიანს რომ დააფიქროს,
გონზე მოდით, აზრზე მოდით, ასე ცხოვრება არ შეიძლება. ცოტა უფლისკენ გავიხედოთ, უფლისკენ მოვიხედოთ. კი ბატონო, მთავრობების შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ უამრავი მთავრობა გამოვიცვალეთ. ხანდახან მიყვარს ასე თქვა, რომ დავფიქრდები, რამდენიმე მთავრობა არ ყავდა. ყავდა კომუნისტის, ყავდა სწავლულის, ყავდა პატრიოტის, ეროვნულის, ყავს ფულიანის, მაგრამ არც ერთმა არ გვიშველა, იმიტომ რომ წერია წმინდა წერილში შემოძვირფასებო და ჩვენ ქრისტიანები ვართ და უნდა ვიცოდეთ ეს, რომ დაწყევლილია ყველა ადამიანი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმეს და ფულით შორდება ღმერთს. ამიტომ ჩვენ ადამიანებზე ნუ დავამყარებთ იმეს, არამედ იმედი უნდა გქონდეს ერთადერთი ცოცხალი ღმერთის და მისგან უნდა გავიხედოთ და მისი წესებით და მისი ცნებებით უნდა ვცხოვრობდეთ. მთავრობა კი ბატონო შეიძლება შესაძლებელია მოვასწრო მთავრობა, მაგრამ ჩვენ თუ არ შევიცვალეთ, ჩვენი გული თუ არ შეიცვალა, ჩვენ თუ ფერდისკენ არ გავიხედეთ და ჩვენ თუ სხვანაირად არ დავიწყეთ ცხოვრება, მაშინ ეს მთავრობის შეცვლა ვერ გვიშველის. შეიძლება მეტნაკლებად უკეთესი მოვიდეს, მეტნაკლებად უარესი მოვიდეს, ამაში არ არის საქმე. ჩვენ ერთადერთი გვიშველის ის, ვისთვისაც ვართ მოწოდებული, რომ ყოველ დღე დავფიქრდეთ, რა სარგებელი მოუტანოთ ქვეყანას, რა სარგებელი მოუტანოთ ადამიანებს. მადლობთ ყურადღებისათვის, უფალმა დაგლოცეთ. Urmăși măluba. Mogled, შემოძირფასო მეგობრები, იმედი მაქვს, რომ სტუდენტები ბევრი იქნებიან და თუ შეიძლება შემდეგი გამოსვლის ხოლო. მოგესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციას თავისუფლება ნინო აქცია. მე როგორც ქართული დედა, როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენ არ ხდებათ არა იმით, რომ ჩვენი დავაფიქსიროთ პოლიტიკური ინტერესები, ჩვენ ვართ აპოლიტიკურები, ჩვენ არ ხადაგებთ სიყვარულს და ვეძვით სიძულვილს. სიძულვილი ერთადერთი მტერი, რაც ყოფს, ანგლებს და ანადგურებს ადამიანთა ურთიერთობებს. მე მინდა გავიხსენო ასეთი ადამიანი, როგორიც იყო ამბროსი ხელაია. იქ იყო პირველი პატრიარქი, რომელმაც ძალიან დიდი ღვაწლი განაწია საქართველოს აღშენებისათვის. მათ ასევე იბრძოლა თუ როგორ გათავისუფლებულიყო საქართველო რუსეთის ცარიზმისგან. მე ასევე შემიძლია გავიხსენო მისი მოღვაწეობა, როდესაც 1922 წელს მან 7 თებერვალს გენუაში გააგზავნა წერილი, სადაც იგი წერდა თუ როგორ აიძულებდნენ რუსეთი, აიძულებდა რომ არ გავრცელებულიყო ქართული სწავლა განათლება, თუ როგორ იყო წარმოებული რუსების მიერ ქართველების ჩაგვრა და ამის გამო ბატონ ამბროსის დასწამეს ცილი, ასევე დასწამეს ცილი ყველობაში და იგი გადაასახლეს ჩვენ კარგად ვიცით. მან ძალიან ბევრჯერ იყო გადასახლებული იმ ყოფილი რეჟიმის მიერ და უკვე მათ მოციქულთა გამოვიდა უკვე ციხიდან და ის შეიწყალეს ისევე ქართველების ერთიანობით მაშინ და იმ აშკაცების და იმ ძლიერი რწმენის მეშვეობით იგი დაბრუნდა, მათ ჩაატარა უკვე თავისი წირვა, როდესაც და გამოვიდა და მან თქვა თქვენ გეკუთვნით ჩემი სული ეკუთვნის უფალს, ჩემი გული სამშობლოს, ხოლო ჩემი სხეული კი თქვენ ჯალათებო. დღეს მოგმართავთ ვინც კი საქართველოს წინაშე ატარაც კი გააკეთა ისეთი რაც ყოფს სიძულვის თესავს, ის ყველანი არის ქართველების მწერელი, ვინც არ უნდა იყოს. ჩვენ ვიგრძნით იმისთვის, რომ სიყვარული გაგვაერთიანოს და მე ვიშველებ ამ ძვირფასი პატრიარქის სიტყვას, ჩვენი ბატონი ამბროსი ხელაიას. ჩვენი აი ასეთი გმირებზე დგას საქართველოს ისტორია და ჩვენ გვიმრავლებს უფალმა დღეს ასეთი გმირები და ყველას მოგიწოდეთ, რომ სიყვარულით გავერთიანეთ, დავანგრიოთ სიძულვი. არ არის დრო იმისა, ჩვენ ეს პატარა ერი, ჩვენ გვებრძვიან ჩვენ გენს, ჩვენ ერს და ჩვენ ამ ძლიერ ისტორიას, ჩვენ მას საფუძვლიან ენა ქართული, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიც ესეთი ძვირფასი ენა, ესეთი მდიდარი ენა მსოფლიოში არავის არ აქვს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე მიყვარს ჩემი ერი და მე მიყვარს ყველა ქართველი, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გააკეთოს. თავარია ჩვენ თუ გვესვრიან ისინი ჩვენ ანტის ჩვენ ვერ ვიყოთ პოზიტიური სიყვარული უთხრათ, რომ მე ყველას ვაჭირებს. აუცილებლად ჩვენ უფლის გზა უნდა ავიჭროთ, ყველა უნდა შევდგეთ უფლის გზაზე და ჩვენ ყოველგვარი უარი უთხრათ ბოროტებას სიძულვის და დავამარცხოთ ჩვენი ყოველგვარი უარყოფითი.
მე მადლობას გითხრით რომ ხართ აქ და მეგულობთ მონაწილეობას ყოველ თქვენთაგან. ეს იმის ნიშანი რომ ჩვენ გვიყვარს საქართველო და ჩვენ ერთიანდებით სიყვარულის გარშემო. დიდი მადლობა ბატონო თემურ ამბონიციებისათვის რომ არა თქვენ აქ ვერ ვიქნებოდი და ესეთი შესანიშნავი გაჟღერება იმისა რომ სიყვარული გვაერთიანებს ეს არის უდიდესი დღეს ყველამ უნდა თქვა სიყვარული გვაერთიანებს. დიდი მადლობა თქვენ. მომენტი მადლობა. ბრძოლა სიყვარულის წესებით. ესია ხო მეგობრებო? ნამდვილად. შემოგვიფასო მეგობრებო, მე შემდეგი გამოსვლელი გამოვა მინდა ურიოდესის თქვა. საქართველოს დასაბამიდან 1000 წლების განმავლობაში ყოველთვის იყო ტოლერანტული ქვეყანა. საქართველოს არასდროს არ ავიწროებდა არც მისი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, არც მისი რელიგიური სოფლმხედველობიდან გამომდინარე. საქართველოს იყო ისეთი ქვეყანა, რომელიც სამაგალითო იყო მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, დღეს სამწუხაროდ საქართველოში არსებობენ ისეთი კატეგორიები, რომლებიც იყენებენ ეგრეთ წოდებულ ამ ეთნიკურ დაპირისპირებას. სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობებს და თურმე ეთნიკური უმცირესობები საქართველოში იშაგრებიან. მე მინდა მივმართო საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ეთნიკურ წარმომავლობ ადამიანს. თუ თქვენ გვლით რომ თქვენ ხართ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ ვერ კიდევ გაგითავისებიათ, რაც ნიშნავს სამშობლო. თუ თქვენ საქართველოში ცხოვრობთ წლებია, თუ თქვენი წინაპრები საქართველოში ცხოვრობენ, თუ თქვენთვის საქართველო არის ეს თქვენი სამშობლო, მაშინ თქვენ თავს არასდროს არ უნდა უწოდოთ ეთნიკური უმცირესობა. საქართველოში ცხოვრობთ ერთ-ერთი კუთხე არის პანკისისხლობა, სადაც ქისტები ცხოვრობენ. კარგად მოგეხსენებათ, რომ თქვენ არცად არ გეკნებათ მოსმენილი ქისტების ბაგიდან ასეთი სიტყვები, რომ თურმე ქისტები საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და ისინი იჩაგრებიან ეთნიკური უმცირესობებიდან გამომდინარე. არა, მსგავსი შემთხვევა არ არსებობს და არც იქნება. ქისტები, პანკისელები ამ დროს არიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობ, რომ მაგალითი უნდა გახდნენ ყველა სხვა ეთნიკური წარმომავლობისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი ქვეყანა, თუ როგორ უნდა შეიყვარო ქართული ენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანისათვის. ამიტომ შემოგვიფასო მეგობრებო, ჩვენ თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, დროა რომ ჩვენ ყველამ ვთქვათ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო არის საქართველო და ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში მე უნდა ვისწავლო ქართული ენა, ქართული ენა უნდა ვასწავლო ჩემი შვილებს, ქართული ენა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა და მის შემდეგ როდესაც ჩვენ გვეწოდინება ქართული ენა, მე ვთქვით, რომ საქართველოში არიან უამრავი ადამიანები, რომლებიც მზად არიან უფრო მეტად, უფრო ღრმად, უფრო მობიერი და ძმური და მეგობრული ხელი გამოწოდოთ. ძალიან ძნელია მაშინ, როდესაც ერთმანეთის ენა არ გვესმის. ძალიან ძნელია მაშინ, როდესაც საქართველოში 400,000-ზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათგან 350,000-მა ქართული ენა არ იცის. ძალიან დიდი წუხილით ვიყვარ აი ამ საკითხის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი დავადანაშაულოთ მათ, არ უნდათ რომ ქართული ენა ესწავლა, მაგრამ მოდით ახლა მეორე მხარეს შევხედოთ. ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათთვის ვეთქვა, რომ შენ ქართული ენა გჭირდება. ჩვენ რა ნაბიჯები გადავდით, რომ მათთვის ქართული ენის სიყვარული გაგეცა. ჩვენ რა ნაბიჯები გადავდით, რომ ყველა მათთაგანისთვის საქართველოს შვილობა დაგვენახებინა. ჩვენ დღეს გამაუცხოვდით. ჩვენ დღეს ჩვენ შორის გაუცხოება მოხდა და ამიტომ დღეს დღევანდელი აქცია არის თვითონ ის, რომ ეს გაუცხოება ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაქრეს. საქართველოში მაცხოვრებელი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლება უნდა შეძლონ თქვენ, რომ მე ვარ ქართველი და საქართველო არის ჩემი სამშობლო. მე მზად ვარ ჩემი სამშობლოთვის, ჩემი სისხლი, ჩემი სიცოცხლე დავთმო მისი კეთილდღეობისათვის. ამიტომ მივესალმებით ყველა ადამიანს, ვისაც საქართველო უყვარს და ვის გულში, ვის ეუჩით ქართული გულის გერთა პეტროს. მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა მეგობრებო, უშუალო დემოკრატიული მოძრაობა. მე მინდა მივესალმო დღევანდელი ორგანიზატორებს, აქციის ორგანიზატორებს და მართლა სიყვარული თუ რა არის გაერთიანებს საქართველოს, სხვა გზა არ არსებობს. სიყვარული თუ უნდა ჩვენ მივხვდეთ, რომ ქვეყნის პატრონი ვართ ჩვენ ქართველები. 30 წელია
ვითვლიან ხელისუფლებას და მოდიან და თავიანთ საქმეს აკეთებენ. მე მინდა დღევანდელი დღე ვთქვათ, რომ საქართველოს ყავს ის ძალა, რომლის მიხედვითაც შეუძლია განახორციელოს საქართველოში თვითონ აიღოს ხელისუფლება კი არა, ძალაუფლება. თავი რო არ მოგაწმოთ, უბრალოდ ვიყოდი იმას, რომ უშუალო დემოკრატიული მოძრაობის ძირითადი პრინციპი მინდა ვისაუბრო. ჩვენი ძირითადი მიზანი არის ფაქტიურად ძალაუფლებას ფლობდეს ხალხი. ხალხის მეშვეობით, ხალხის შექმნით მუშაობდეს ხელისუფლება. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით, რომ უახლოესი ისტორიიდან საქართველოს მოსახლეობა ფაქტიურად 92 წლის შემდეგ ფაქტიურად დაკარგა თავისი ძალაუფლება, უფლებები და ძირითადად შეუვარდა იმ ხელისუფლებას, რომელიც გადმოღვა კორუმპირებულ სისტემას საბჭოთა სისტემიდან გადმოსულ. ახლა რა არის საჭირო ამისათვის? ჩვენ ველოდებით, რომ მოვა კარგი მეფე, ან კარგი ხელმწიფე. მოვიდა შევარდნაძე, ფაქტიურად რა გააკეთა ჩემზე უკეთესად იცი. შევცვალეთ მეორე ხელისუფლება, მოვიდა სააკაშვილი, რა გააკეთა ჩემზე უკეთესად იცი. მოვიდა ეს ხელისუფლება, რომელსაც დავერყევით, მე იგივეს აკეთებდა. ფორმა არის განსხვავებული ურთიერთობაში, მაგრამ რეჟიმი ერთია. ხელისუფლება არავის არ ეკითხება არაფერს, ვიღაცის პროგრამით მუშაობს გარედან, მაგრამ ხალხთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს. ხალხი ფაქტიურად მიდის გენოციდი ქართველი ერის, მოსახლეობა 36%-ით შემცირდა, გადიან საზღვარგარეთ და თავს არ მოგაწყეს ის, რაც გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში. განადგურდა ფაქტიურად ერი, ახლა ეს გულისხმობ ღია შემადგენლობას, როგორც აქ ჩვენმა წარმომადგენელმა აქციის მონაწილეები ამბობ, ჩვენთვის განუყოფელია ქრისტები, ისინი, რომელიც აქ 200 წელია ცხოვრობენ და ისინი შეწყებულია ქართულ კულტურასთან ურთიერთობა და ერთად ცხოვრობენ. ეს ხალხი იქნა გასახლებული და ფაქტიურად სოფლიო მოსახლეობის დასნო შეადარო ქართული მოსახლეობის და 6-ჯერ არის შემცირებული საქართველოს მოსახლეობა. მაგრამ სოფლიო მოსახლეობა 3 მილიარდიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა და ჩვენ 5 მილიონი ნახევრიდან დავეცით ესე იგი 3 მილიონი ნახევრამდე. ეს პროპორციები რო შეადარო 6-ჯერ ნაკლები ესე იგი ზრდა არის ჩვენთან. და ბევრი პრობლემები, რომელიც მიხედვითაც საზღვარგარეთ მჭირდებიან სამუშაო ადგილებს, აქ ასამუშაო ადგილები არ არის, გენოციდი აჩქარებენ. კალიცი ეს ხელისუფლება ჩვენია თუ არა? ხანდახან უთქვამთ კითხვა. აკლა არის ჩვენი ეს ხელისუფლება? შევარდნაძე მომიდა რა გააკეთა ის მეორე გაანადგურა, მესამე იგივე ადგილი. და ფაქტიურად ქართული საქმე არ კეთდება საქართველოში. ქართული საქმე რომ გაკეთდეს, ამისათვის ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი აზრის გარშემო. ჩვენ არც ერთი პარტია არაფერს არ გაგვიკეთებს. ჩვენ თავს უნდა გავუკეთოთ და ღმერთს აქვს ნათქვამი, ხელი გაანძლიეთ და გიშვენით. ჩვენ ხელი თუ არ გავანძლიეთ, ვერავინ ვერ გიშვენით. და უნდა ვიყოთ გაერთიანებული, უნდა გქონდა და რა თქმა უნდა ამისი სპეციალური ფორმა არსებობს, კონსტიტუციური ნორმები არსებობს, ის მიხედვითაც ევროპიდან მოაქვს ნორმები, რომელიც არის დამახინჯებული და არაფერი ურთიერთობა არ აქვს იმ ფორმასთან, რაც ევროპაში. ევროპულ კონსტიტუციაში თუ ხელისუფლებას ფლობს ესე იგი მოსახლეობა, ჩვენთან ეს არის ესე იგი უზურპირებული. ახლა კონსტიტუციის მუხლებით მიხედვით არ ვიცი ვილაპარაკოთ თუ არა, ეს 74 მუხლით იყო დაბლოკილი, ახლა 52 მუხლის მეორე ნაწილი. ფაქტიურად ჩვენ არაფრის უფლება არ აქვს, რეფერენდუმის უფლება არ აქვს, ესე იგი გამოკითხვის უფლება არ აქვს და რატომ არ აქვს? იმიტომ კი არა რომ ვინმე გვიგზავნა, იმიტომ რომ ჩვენ არ აღვწევთ იმ დონეზე, რომ გაერთიანება გაკეთებია ყველა საქართველოს მასშტაბით. რომ ჩვენ გვეჩვენებია ამათთვის, რომ ჩვენ არ ახართ ჩვენი ხელისუფლება. ეს შეიძლება მშვიდობიანი ფორმით გააკეთოს, არ არის სავალდებულო რევოლუცია. რადგან ჩვენ ესე იგი ფაქტიურად სამართალ მემკვიდრეობა გვაქვს 21 მაისის, 26 მაისის იმის მიხედვით, რადგან დამოუკიდებლობის აქტის მიხედვით, ახლა 21 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმი
10 წლის 31 მარტის და ასევე დამოუკიდებლობის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც თითქმის ყველაფერს თulis და ყველაფერი გვაქვს ხელში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერთიანდებით. ეს სიყვარულით იქნება თუ რაღაც კანონის მხრიდან აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ. და გაერთიანება არის საჭირო. და რა უნდა ვილაპარაკოთ? საჭირო არის რამოდენიმე აქტიური ხალხი, 500 კაცი, 400 კაცი არის საკმარისი საქართველოს მასშტაბით. ყველა ორგანიზაციები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობენ, ყურადღება მიაქციონ ამას, რომ სეგმენტებით საქმე არ კეთდება, სისტემა უნდა შევთვალოთ. დიდი ხანია ჩვენ სეგმენტებს ვთვლით, მერე რაღაცას ვიგუგებთ. თუ ახლა რაღაცას გავაკეთებიეთ, მერე ინფლაცია შემოაქვს, ჯიბიდან გვართმევენ ბურთს. ამიტომ ეს ტექნოლოგია ამას გამუშავებულია. ესე იგი, კლიანად უნდა შევთვალოთ სექტორი, კლიანად უნდა შევთვალოთ გლობუსი, რომ ეს სეგმენტები მერე თავისთავად ყველა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ძირითად პრინციპზე აუცილებელია ყურადღების გამახვილება. მე მინდა დიდი მადლობა მოვახსენოთ დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს და თქვენ დიდი მადლობა რომ მოწვევთ. აი ეს მინდა გითხრათ. დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა. შემოგვიფასო მეგობრებო. დღეს ჩვენ რომ გვეთქვა რომ იცით ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ვართ, ან ოცნების მხარდამჭერები ვართ, ან სხვა რომელიმე პარტიის მხარდამჭერები ვართ, აქ იქნებოდა ძალიან ბევრი ადამიანი. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს სურათ იმისა, რომ საზოგადოება არ არის მზად სიძულვილის და სიძულვილის წინააღმდეგ. საზოგადოება არ არის მზად სიყვარულის ენით ისაუბროს და სიყვარულის ენით იბრძოლოს. თუმცა მე მჯერა რომ ეს არის დასაწყისი და ჩვენ აუცილებლად მივაყენებთ შედეგი, რომელიც ბრძოლა სიყვარულის წესებით. თუ შეიძლება შედეგი გამოვხმოთ. პირველ რიგში მინდა ყველასთან ვისაუბროთ, ძალიან უხარული ვარ ეს გამოსვლის საშუალება გამომიცა და ჩვენი საშუალება მომიცა. დღევანდელი აქცია, რომელიც ჩატარდება, არ არის ძალიან ხალხმასშტაბიანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანად ჩატარებს და ეს აქციები, რომელიც ესწრება, უნდა ჩატარდეს ხშირად. დღევანდელი აქცია საკუთარ არასია პირისპირებასა და სიძულვილს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია რომ კიდევ ბევრი ჩატარდეს ესეთი აქცია. დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან ხშირია ადამიანებს შორის უარყოფითი დამოკიდებულებები და დაპირისპირებები. დღევანდელი აქცია როდესაც ცოტა გნეულობდა ჩვენ ქვეყანაში როდესაც ამდენი სტიგმებია უარყოფითი დამოკიდებულებები და აზროვნებები სხვადასხვა ნიშნის მქონე ადამიანების მიმართ, ზუსტად ის დრო არის რომ ჩავატაროთ ესეთი აქციები და ვებრძოლოთ ამ ყველაფერ უარყოფითს და ეს ყველაფერი ჩვენ არა ძალადობით, არა დაპირისპირებით, არამედ სიყვარულით უნდა ვაკეთოთ. დღევანდელი აქცია არის ფართომასშტაბიანი არ არის, მაგრამ შეიძლება შევადაროთ პატარა თესს, რომელიც შემდეგში დაითესება და გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს მრავალ ნაყოფს. და ერთად უბრალოდ არა სიძულვილს და არა დაპირისპირებას. მადლობა. ხედავ დაპირისპირებას, ხედავ შურს, ბოღმას. ეს ყველაფერი მაიძულებს იმას, რომ ვიდგე აქ დღეს და ვილაპარაკო ამაზე, ვილაპარაკო სიძულვილზე, რომელიც დღეს არსებობს ჩვენ შორის. მინდა ვითხრათ, რომ ხედავდი ადამიანებს
რომლებიც სიყვარულის ენით ლაპარაკობდნენ. მინდა ვხედავდი ადამიანებს და მათ თვალებს, რომლებიც მიხურებენ სიყვარულის აგიზიზებული თბილი თვალებით და არა ცივი, ჩამქრალი თვალებით, რამაც სიძულვილმა გაგამწვია. მინდა გითხრათ, რომ სურს ვიყო ადამიანი, რომელიც შეგალიათ, რომელიც გაჩვენებს სიყვარულს, რომელიც მოგცემთ ძალას იმისთვის, რომ დღეს აქ გამოხვიდეთ აქ და ილაპარაკოთ იმაზე, რაც საჭიროა და რაც აუცილებელია. მინდა რომ სურს რომ ხედავდი და გგრძნობდი ადამიანთა გულებში სითბოს და მშვიდობას და არა მარტო ადამიანთა, არამედ საქართველოში და მთლიან დედამიწაზე. ამიტომაც დღეს მე ვდგავარ აქ და ვეუბნები არას დაპირისპირებას და სიძულვილს. ერთად დავდგეთ მეგობრობის, სიყვარულის და მშვიდობის მხარეს. მადლობა. მოგესალმებით საქართველოს შვილებო. ჩემთვის გამარჯვებული ამილა პრესაული არის. იმიტომ რომ ვიყოფები აქ საქართველოს დედაქალაქში, სიყვარულის ქალაქში. ეგრეთ ქუთაისიდან, დიდი სიყვარული, დიდი სიფოთი, მადლობა ბატონ თემურს. რომ დათესა ქართული ხალხის გულებში ისე პრესავს ამ სიყვარულის მარშვებს, რასაც მოვლა უნდა, რასაც გაფრთხილება ჭირდება. რასაც პატრონობა ჭირდება. რასაც სამწუხაროდ გვართმევენ დღეს გარეთუში გაძალები, დრები, საქართველოს დრები. მოდით ერთობლივად შევუდგეთ იმ გზას, რასაც დავით აღმაშენებლის გზა ქვია, წმინდა მეფის. იმ მეფის, რომელმაც სიყვარული დააერთიანა საქართველოს და სიყვარულით გააძლიერა იგი. კიდევ მადლობა მოუხადო ჩვენ სულწმინდეს პატრიარქს, რომელიც არის უმთავრესი მაგალითი სიყვარულის და ადამიანობის იმ სიტყვაში, რაც ქართოლიკაცი გამოირჩეოდა ყოველთვის მსოფლიოში. და ამაყი იყო ამით. მე სამწუხაროდ გააზარმაცეს და მოწყვიტეს იმ ტრადიციებს, ახალგაზრდაობა ზუსტად, რომელიც არის მომავალი საქართველოს. თუკი ჩვენ არ გავერთიანდებით სიყვარულით, თუკი ჩვენ არ გავერთიანდებით ის მადლით, გამორიცხულია ერთობაზე ლაპარაკი. მოდი გავუბრუნდეთ იმ ტრადიციებს, სადაც დავითის გზა ქვია, დიდგორის გზა ქვია, რომელიც იყო სოფიოს მაგალითი და დღესაც არის. მადლობა ჩვენს წინაპრებს, მადლობა ჩვენს მოძღვრებს, რომლებიც თადაგებენ სიყვარულს. და თითოეული უხუცეს ადამიანს, რომელიც არის მაგალითი ოჯახებში. ოჯახი, რომელიც დაყოფილი არის, ვერ შეეცება იგი და ასევე არის სახელმწიფო, ასევეა ჩვენი საქართველო. თუკი დავიყოფით, თუკი რაიონებად, თუკი ეთნიკურ კუთხეებად დავიყოფით, გამორიცხულია ჩვენი სიძლიერე. მადლობა უფალს იმისთვის, რომ ქართულ კაცში დევს ის სული, ერთიანობის სული, რომელიც საფრთხეოდ მადამაის გაჭირვების დროს უნდა გამოვიდეს. არა, პირიქით. მოდი ამ დროს დავდგეთ ჩვენ ერთად. ამ დროს ვიყოთ ერთად. სანამ არ გავიჭირდება, მაგრამ დრო ვაგდებით ერთად. მადლიერება ღვთისა და დიდება უფალს, ქართველი იქნება ყოველთვის ძლიერი, ამაყი, სიყვარულით და უთელპატივისცემით. აიხარეთ. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩვენ ჯიბათურებს. მოგესალმებით ყველა დაწესებულებს, მადლობა. მადლობა თემურ საფიაშვილს, აი ამ მოვალე დღის ამის ორგანიზებისთვის, ამ დღეს შეიძლება იმ საკითხთან დაკავშირებით ვის გარშემო შეკრებილი ვარ, ბევრად და ბევრად მეტი ადამიანი და იყოს აგვასწორებს ჩვენ ბოლოს და მეტი ხნის მანძილზე ბევრი შევკრებილი ვარ, მეყოფილი ვარ მონაწილე ბევრი ბატალიის 9 აპრილიდან დაწყებული. შემდეგ და მუდმივად არის ბორბვა და ბრძოლა იმისთვის, რომ უკეთესი საქართველოს შედგეს, რომ ეხლა და საბოლოოდ გამფრიალდეს ერი და ყველას მცდელობა იყო მეთანხმებად. და ეს ყველაფერი მიდის, რომ ნაყოფი გამოიღოს აუცილებლად. არ შეიძლება არანაირი ძალისხმევა, არ
გამთავრდება ისე რომ მან აყოფი არ გამოიგოს, უბრალოდ ცოტა მოთმინდებაა საჭირო. აი 9 აპრილს გავრილი სისხლის შემდეგ არ შეიძლება მუდმივად ერდებოდეს და ყველაფერს ბოლო აქვს. დღევანდელი შეხვედრა იქადაგების აღრობას მეგობარმა მეგრელმა კაცმა თქვა რომ სათავეში დინარის პატარაა ძალიან, მაგრამ შემდეგ ძალიან დიდი დინარი იქნება და დაძმობილი ვარ რომ ალტერნატივა არ აქვს სიყვარულს, ერთობას. ყველანი ჩვენ ერთ-ერთი შვილები ვართ. ჟამი ქვათა გაბრევისა, ჟამი ქვათა შეკრებისა. არის ჟამი დაპირისპირების, სიძულვილის თუ პრობის ესეც გარკვეულ მომენტამდე განგებას უშვებს ამას, იმიტომ რომ კულტურების სხვადასხვა ეპოქებში ტრადიციები ლოკალურად ვითარდებიან, გაუცხოება დიდია, ურთიერთობები მხოლოდ ომის მერე ხდებოდა, გაცნობა, დიდი ტკივილები და ესეთი წინააღმდეგობებით, მაგრამ დღეს როცა სამყარო ტექნიკურად გახდა ერთიანი, გაუცხოება უკვე უკან დაიწია, დღეს ადამიანი ადამიანის წინაშე დადგა თავისი თავდაპირველი სახით და ის საბურველი განსხვავებულობები ამ უგულურებისგან, უმეცრებისგან, გაუცხოებისგან რომ იყო შექმნილი და აღშორებდა ადამიანის, ეს ძალიან გათხელდა. და ჩვენ ყველანი ზოგადად ერთი მამის შვილები ვართ, ყველა ადამიანის შვილი ვართ, რაც არის ჩვენი ძმა არის ეს. ამას მოძღვრავს ჩვენი დიდი პოეტი და ამიტომ დღეს ჟამი ქვათა გამრევისა, ჟამი ქვათა შეკრებისა, აქედან ჟამი დადგა ქვათა შეკრებისა, ჩვენი ერთად ყოფისა და სიყვარულისა. მე ბევრს არ შეგაწყდა, მინდა ჩემი მეგობრის ამჟამად წმინდა ათონის მთაზე მოღვაწე ნამდვილად გვაწმოსილი ბერის მამა ერმოლაოსის ჭეჟიას მის წიგნიდან ამონარიდი წავიდეთ მას იხსენებს თავის სტუდენტობა ის არის საქართველოსზე როგორც თემური ამბობს ხორცამდე შეყვარებული ადამიანი პატრიოტი და ის თუ ბერად არის დღეს არა იმიტომ რომ უარი თქვა ამ სიყვარულზე და სამშობლო სიყვარულზე არამედ ამ ფორმით თავის თავში უფალთან აი ამ თავთან ბრძოლაში მას მთელი საქართველო უფლის წინაშე ავიღებს საქართველოს ის გადაღამე და დაწუნებულია მისი ლოცვებით ჩვენ შეგვეცევა და ნაყოფს გამოიტანა. და აქ არის ძალიან გულისამატებელი პატარა ამბავი მე დიდხანს არ შეგაწყეთ ეს 2 წუთის არის თუ ამის საკითხს რაც გაჭირდება და ყველანი მიუხვდებით აქ რაზეა ლაპარაკი და რისკენ მიდის ყველაფერი. ჯვართამაღლების ეს იხსენებს თავის სტუდენტობის პერიოდს. აი რა ურთიერთობა იყო ადამიანებს შორის, ოსებს, აფხაზებს, ქართველებს შორის მეცნახეთ სტუდენტობა ჩვენ საერთოდ არც ვეკითხებოდით ერთმანეთს ვინ რომელი არის იყო. ვინ ერთიანი სული ცხოვრობდა. ჯვართამაღლების ღამისთებაზე როცა ლოცვაში ვიხსენიებთ სოხუმის დაცვისას დაცემულ მეგობრებს, ჩემი წარსული ცხოვრებიდან 2 ეპიზოდი გამახსენდა. პირველი ეპიზოდი 1985 წელია. ლენინგრადის ერთ-ერთ სამხედრო ოლქში ჯარისკაცის ყაზარმაში 120 ადამიანს ძინავს. მხოლოდ 2 ჯარისკაცი ფხიზლობს. მათი ლოგინების ახლოს დგას ერთმანეთთან რომ ერთმანეთის ხელის ჩამოთვლაც კი შეუძლია. ისინი დიდხანს საუბრობენ მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, მშობლებზე, სამშობლოში მომლოგინე შეყვარებულებზე. უცბად ერთ-ერთი მათგანი ლოგინზე ჩამოჭდება და მეორეს ეუბნება. პატა ძამია, ეს პატა ეს ერმოლაოსია, მაშინ ერის კაცები. ერთი საფხოვარი მაქვს, ძმასავით მიყვარხარ და ჩემს გვიძილ ძმებში არ გარჩევ. 2 წელია თითქმის შენს გვერდით ვარ და სანამ სული მიდგას, შენს მეგობრობას გულით სათუთად ვატარებ. ვიცი შენს გიგარია ჩემთან მეგობრობა. ამიტომ გთხოვ ჩემს ქორწილში იყო ჩემი მეჯვარი. მე ვიცი როგორ გიყვარ თეთრი ცხენები. ამიტომ ქორწილში როცა ჩამოხვალ, უდაუთის ავტოსადგურში თეთრი ულაკით დაგხვდები და ერთად გავაჭენოთ ჩემი მშობლიური სოფლისი. ამის გამგონე მეორე ჯარისკაცს სიხარულისგან თვალები აუცრემდება და თანხმობის ნიშნად თავის საყვარელ ძმას გადაეხვევა. მეორე ეპიზოდი 1987 წელია. თბილისში რუსთაველის გამზირზე მდებარე ხალხით გაჭედილ სახინკლეში 2 ახალგაზრდა ფეხზე მდგარი თინკალს მიიწვევდა საქართველოს ადრეგზელი. უცებ ერთ-ერთი მათგანი ამბობს: პატა ძამია, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან. იცი რომ ძმასავით მიყვარხარ და როგორ ვაფასებ შენს მეგობრობას. ამიტომ გთხოვ ჩემს ქორწილში იყო ჩემი ხელის მომკიდე. რომ ჩამოხვალ ცხინვალის ავტოსადგურში, მე ჩემი ამ მანქანით დაგხვდები და გაგათანებ ჩემი სოფლისკენ. შენ უკვე მთელ სოფელს უყვარხარ.
განსაკუთრებით გოგონები მოუთმენად ელოდებიან შენ ჩამოსვლა. ყველას ახსოვს ჩემს დაბადების დღეზე შენი ცეცხლოვანი ცეცხლა, განსაკუთრებით როცა ოსური სინდი იცეკვე. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე უბედნიერის ადამიანი ვიქნებ თუ ჩემს ხორცელში შენს გვერდით დავდგები. ისე ახდენს ყველა სიკეთე, როგორც ერთი მიწის სამი შვილის ამ სამი მეგობარი ვაჟკაცის შეთანხმება აღსრულდა და ქორწინება მირონ ნათესაობაში გადაიზარდა. მაგრამ ბოროტებას შეშურდა აფხაზი, ოსი და ქართველი ვაჟკაცების ასეთი ძმობა და მეგობრობა და მათ შორის ბინძური პოლიტიკის და ძმათა მკვლელი ომის საზღვარი ფარდა ჩამოაფარა. გეკითხებით ჩემო საყვარელი მეგობრებო, თუ კი ასეთი ძმობა და სიყვარული იყო, თუ კი უბრალო ხალხს შორის სიძულვილის არავითარი წინაპირობა არ არსებობდა, მას საიდან გაჩნდა უეცრად სიძულვილიც, განხეთქილებაც და ომიც? ჩემი პასუხი ასეთია. ჩვენი გამოუცდელობით და პოლიტიკური მიამიტობით ისარგებლეს გარეშე, ძალებმა და ძმები ერთმანეთს წავკიდეს, ხოლო როცა ერთი ბრმა ტყვია გავარდა, მერე სიძულვილის ჩარხიც ავტომატურად დატრიალდა. მე ძალიან მწყდება გული, როცა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებს ეთნო კონფლიქტებს უწოდებენ. არადა ჩემის აზრით კი ეს იყო გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული სამოქალაქო ომი. როგორც ყველა სხვა სამოქალაქო ომებში, აქაც მტყუარ მართლის გარჩევა, მხარეების მტრება და ფიქსირება აბსურდია. ჩვენი ერთი ქვეყნის შვილები ვარ და მხოლოდ გაუგებრობამ დაგვაყენა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს. მე იმედი მაქვს, ჩემი თანამომავლეები გააცნობიერებენ ამ ფაქტს და როგორც ესპანეთში დადგეს სამოქალაქო ომში დაღუპულთა საერთო ძეგლი, ისე თბილისშიც დაიდგმება საქართველოს სამოქალაქო ომში დაღუპული აფხაზი, ოსი და ქართველი მეომრების საერთო ძმური მემორიალი. არი დადგება, მე ვთისყალობით, რომ ის ჟამი, როცა ყველა გაუწყოება უკან დარჩება და სიყვარული გაიმარჯვებს და იქნებძელებს. მე თქვა დაგლოცი და გაგახარდა. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, როგორც შემოჩვევია, გადმაფიცებება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სიტუაცია დაძაბულია, ერთმანეთის სიყვარული გვაკლია, ეს არის ყველაზე მთავარი დიდი მიზეზი. დასწრებას დამკვირვებია, სიყვარულის შენებია, იასიცებია და ჩვენ საერთოდ დავივიწყოთ. სიყვარულს გეფერებით, სიყვარულს გემიდარებით და სიყვარულს გემიდებით, მხოლოდ ერთ რაღაცას, რომ თავარღებია სიყვარული, დაიჭერს სიტყვები არ არის. ჩვენ ვერაფერი ვერ გაგვაკრიბ და ვერაფერი ვერ გვაიძულებს იმას, რომ ერთმანეთი შევძლებდეს. არ უნდა გაგვაუწყდეს, რომ ადამიანები დედამიწაზე იმიტომ გაჩნდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდეს. გამითუმეტეს ქართველებს ერთმანეთი უნდა გვუყვარდეს ძალიან ძლიერად. ჩვენ ისეთი ძლიერი სიყვარული გვაქვს ქართველებს, რომ კავკასიონის ცივი, იტალიის ცივი ქარი რომ არ აგრინებდეს, ალბათ გადადავწოვო და დაფეხმარდა. თუნდაც ის გარემოება, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ცუდი ამბები ხდება, მამაშვილს არ ზოგავს, დედაშვილს არ ზოგავს, ბაძმა ერთმანეთს ყოველას გადაკეთებულია. ეს ყველაფერი გრավია იმისა, რომ სიყვარული დაგვავიწყდა. ერთმანეთის სიყვარულის გამო ადრე ადამიანები რას აღარ აკეთებდნენ, ძალიან ბევრი მამაცობი ჩადიოდნენ. დღეს კიდევ შუხლი დამტოვება არის შავარდნილი ქართველებს შორის და არ უნდა დაუშვათ თითოეულმა ჩვენთან გამნა, რომ ეს გაგრძელდეს, უნდა დამთავრდეს არამკრობად და არამსრიგულს. სიყვარული უნდა გავთესოთ თითოეული ჩვენი დღევანდელი დღე. მომავალ თაობებს უნდა დავანახოთ, რომ მხოლოდ სიყვარული შეიძლება თითოეული დღის გათენება და დაღამება და შემდგომი მომავალი დღის აისის დახვედრაც კი. მომავალმა თაობებმა უნდა დაინახონ ჩვენი თავისი დედებით, მამებით, ბაბუებით, ბებებით უნდა დაინახონ და შეძლონ, რომ არ იქონ ეს სიყვარული არის დასაბამი ამ ცხოვრების და ამ სიცოცხლის. სამერე არ შეიძლება. ჩვენს ემიგრანტებს მინდა მეორე სიტყვით უთხრა, ძალიან დიდი გულის პირველია და ბევრი ამბობს იმას, რომ გაჭირებამ წაიყვანა საზღვარგარეთ და ნამდვილად დამსახურება და გმირები არიან ისინი, ვინც საზღვარგარეთ არიან.
დედები განსაზღვრებით ქართულ დიდებულებს საუბარი, რომლებიც მოჭრდნენ ძალიან შვილებს, ძალიან ოჯახს. მე კიდევ ერთ დავამატებდი მხოლოდ რომ ჩვენ შვილებს არა მხოლოდ აღზრდა და გაზრდა უნდა, არამედ სიყვარული სჭირდება დედის და მამის. მოავიწყდება ქართულ კაცს და ქართულ ხალხს, რომ შვილებს დედაკაცის გაზრდა სჭირდება და მამაკაცის გაზრდა სჭირდება. როგორც დედის სინაზე და როგორც დედის იავნამან სინაზე და სიყვარული უნდა ასწავლოს ქართულ კაცს და ქართულ ვაჟკაცს, ასევე ქართულმა მამამაც უნდა ასწავლოს თავისი სამშობლო სიყვარული თავის შვილებს და ქართული ვაჟკაცობა უნდა დაამახოს. ეს მაგალითი ორივეს გასაკეთებელია, როგორც დედის, ასევე მამის. ყველა ოჯახის შვილებს, ყველა ქართულ ოჯახს საფრთხე არის ყველაზე დიდი, რომ სიყვარული ვასწავლოთ ჩვენ შვილებს. ნუ აიძულეთ, რომ ის სიძულვილში გადაიზარდოს, სიძულვილში იცხოვრონ და სიყვარულში იცხოვრონ. მადლობა თემურის, რომ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სიყვარულით იბრძვის. არის ისეთი ადამიანი, რომელსაც სიყვარული შემოიმეგობრა და შემოიძმა კაცამ თითქმის სულიად საქართველოს. მოდი ჩვენც ვიცით მაგალითი ყველას, მარტო თემური, მარტო მე, მარტო თქვენ, ვერ შეძლოთ ამ ყველაფრის განყვავებას. მიანა სულიად საქართველოს უნდა დაწვის და დარწმუნებულია თვითონ სიყვარულით და ყველა სიყვარულით გამყიანდება და გაძლიერდება საქართველოს. მადლობა თქვენ ყველასთვის. შემდეგი გამოსვლელი თუ შეიძლება ვინ არის? მეგობრებო, ვინ არის შემდეგი გამოსვლელი თუ შეიძლება? მოგესალმებით მეგობრებო. ატონცენ ვიდაგითხრა დიდი მადლობა, რომ წლებია უყურებ კითხულობ იმ სტატიებს ყველაფერს, რაც სიყვარულისთვის ყოველი სიტყვა განსხვავებულია ერთმანეთის სიყვარული გოფერებად ჩაფუთებით ნეპროფესიით გახსნილად მოსახლეობი მეგობრებო და წერან მომისმენია რომ ეთნიკურებთან დაკავშირებით ჩვენ რა გავაკეთეთ საერთოდ რომ აზერბაიჯანელმა ისწავლოს ქართული ენა ჯავახეთში რა გავაკეთეთ საერთოდ რომ სომეხმა ისწავლოს ქართული ენა იძულებული ხდებით რომ ჩავიდეთ იმათი ენით ვისაუბროთ რომ იმათ გავაგებინოთ ისაწევარი მე ქართულმა კაცმა რომელმაც გავაკეთე პროგრამა იმისათვის რომ ჩავიდე და ბავშვებს წარუდგინო რაღაცა რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ გახდება ქართულ ენაში ეს მისაწევი ყურადღება ამიტომ უნდა მივცეთ საშუალება იმის რომ რის გულისთვის ესენი არ სწავლობენ ქართულს ალბათ არის რაღაცა მექანიზმი რომელიც მოვაკელით რომელსაც არ ვაქცევთ ყურადღებას მით უმეტეს მისაწევალება საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი და ამიტომ მე მოვედი იმისათვის რომ შემოგიერთოთ რომ შემოგიერთოთ ჩემი თავი მოხარული ვარ იმის რომ არის ამისგან ასეთი მოძრაობა რადიოდი იმას ეკრანს მოეფოთ ერთმანეთს მოგესიყვარულოთ ერთმანეთს სიყვარულო გავუძლოთ და ამ სიყვარულს შევქმნათ ის მექანიზმი რომელიც ხვალინდელი დღეითება ჩვენი მომავალი ბავშვებისათვის ბავშვებს არ ქონდათ ოჯახებში სოციალურად დაუცველი ოჯახი რომელსაც პუნქტული არ გააჩნია და იმიტომ რომ არ გააჩნია ბავშვებს დაუცველი ყველაფერს აქვს ალბათ თავისი საზღვარი ქართულ მენტალიტეტში არ ხდება ის რომ ბავშვი წაართვა მშობელს ამაზე დიდი ტრაგედია არ არის არაფერი და ამიტომ კი არ უნდა წაართვა ხელმეთა შეუწყო რომ იმ მშობელს ჰქონდეს იმის საშუალება რომ ის ბავშვი არ უნდა დავარდათ აი ეს მექანიზმია მოსანახი აუცილებლად შემოგვიყვება მერე თუნდაც ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ძალიან ყოველდღიურად შეხედა სხვადასხვა სოფელში ნაბიჯ შემოვლილი მაქვს საქართველოს და ყველა კუთხე ვიცი, ყველა სოფელი ვიცი, მათი საწყობარი ვიცი, მათი გულისკივილი ვიცი, მათი შიმშილი ვიცი და მათი მდგომარეობაც ვიცი. ამიტომ დიდი მადლობა ბატონო მისალზე მომეცი საშუალება გამოსულიყავით ფერწერაში და ძალიან მოხარული ვიქნებით ამას მივაქცევთ ყურადღებას როგორმე დავიბრუნოთ ის ხალხურობის საქართველოში ქართველების სიყვარულით ერთად უნდა ვიყოთ შემოვლილი. წარმატება გისურვებთ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. Კარგი, სალამ, შემდეგი გამოსვლელი რა ემზადება, ვინ იქნება რეცევის თუ არ არიან გამოსვლები დასასრულისკენ წავიყვანეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. მაგრამ რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ შევეხოს ძალიან მნიშვნელოვან თემას. შემოგვიფასო მეგობრებო. დღეს იყო ნათქვამი ასეთი სიტყვები, რომ მდინარე, როდესაც ის სათავეს იღებს, ის ყოველთვის პატარა ან წარა წყაროდ მოედინება.
აქედან გამომდინარე, შემოძირფოსო მეგობრებო, ჩვენ გვიახლოვდება ძალიან მალე არჩევნები და სამწუხაროდ ჩვენ უკვე საზოგადოება გვინდა თუ არ გვინდა ჩართულები ვართ ამ არჩევნებში. ჩემი დიდი თხოვნა იქნება დღევანდელ დღეს მოუწოდო საქართველოს მოსახლეობას. ნუ მისცემთ ამ არჩევნებში უფლებას, რომ ადამიანები უფრო მეტად დაპირისპირდეს. ჩვენ ყველა უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ჩვენი მტერი გვებრძით უკვე მრავალჯერ ნასადი ხერხით დაყავი დაიბატონეს მეშვეობით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მისი იარაღი ეს არის საქართველოს შვილებს შორის გაუცხოება, სიძულვილისა და დაპირისპირების შემოტანა და შემოდგენა. აქედან გამომდინარე აზრთასხვაობა, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ, ეს აზრთასხვაობა არ უნდა გახდეს ურთიერთდაპირისპირების საგანი. სამწუხაროდ საქართველოში დღეს 1 მილიონი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები თუ 1 მილიონი ოცნების მხარდამჭერები ვაპატიეთ ციფრებში თუ ციფრები თუ მეშლება, ეს ადამიანები ერთმანეთს უკმეხად სიძრე იხსენიებენ. ერთმანეთს ისრის სამწუხაროდ ლანძღავენ და სოციალური ქსელი სამწუხაროდ გავსებულია ესეთი სიტყვები. ჩვენი ბაგიდან გამომდინარე სიტყვა არის მატერია, ეს არ არის სარიელი სიტყვა. აქედან გამომდინარე დღეს რაც ჩვენ მივიდეთ არის შედეგი იმისა, რომ შარშან იმის წინ წლების განმავლობაში ჩვენი ბაგით რაც წესეთ ჩვენ დღეს ამას ვიმტვით. ამიტომ თუ გინდათ ნამდვილად ქვეყნის გაერთიანება, თუ მართლა თქვენი ქვეყნის პატრიოტები ვართ, მე მინდა მოგმართოთ დღეს, რომ ტახში გახსენოთ ჩვენი პატრიარქის კიდევ ერთხელ სიტყვები. ვინც ერთობისკენ არ იბრძვის, ის ავტომატურად თვითდაუნებურად დგას უკვე ბუროტების მხარეს. ამიტომაც შემოძირფასო ქართველებო, საქართველოს მოსახლეობა, ყველაფერი იღოთ. ყველაფერი გააგებეთ იმისათვის, რომ არავის არ მისცეთ იმის უფლება, რომ საქართველო და ქართველიერი კვლავ პოლიტიკური იდეოლოგიის მეშვეობით ერთმანეთს დააპირისპიროს. დრო არის დაპირისპირების აღმოფხვისა, დრო არის სიძულვილის აღმოფხვისა, დრო არის ეთნიკური დაპირისპირების აღმოფხვისა, დრო არის რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე ადამიანების დაშაგვრად უარის ხმისა, დრო არის, როდესაც ჩვენ საზოგადოება უარი უნდა უთხრათ ძალადობას. ზალადობა არის მხოლოდ და მხოლოდ შედეგი იმისა, რომ ადამიანებს სიბრძნე და სოდნა და განათლება არ ყოფილს. საქართველოს გადაშენა მხოლოდ და მხოლოდ არის შესაძლებელი ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემის მეშვეობით. მას გაუმარჯოს სრულიად საქართველოს, გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებიც წიწითრე იბრძვიან იმისათვის, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ საქართველოს კეთილდღეობისათვის. შემდეგი გამოსვლელი თუ არის ვინმე ძალიან მხოლოდ თუ არა ჩვენი Evangeli gamutlar da sapulsun tarifan. Sorena. გამარჯობათ მეგობრებო. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ თემის სათიაშვილს, შერიგების ალავის ხელმძღვანელს, რომელიც არა მარტო დღეს, არამედ დიდი ხანია ყველამ ვიცით, რომ აჯერებს და თავის პოზიციას აფიქსირებს ამ თემასთან დაკავშირებით. არა დაპირისპირებას, არა სიძულვილს. მადლობა მას ამისთვის და უერთდებით მის ინიციატივას, რაც დღეს აქ არის და აქ ხდება. საქართველო როგორც მოგეხსენებათ არის ტოლერანტული ქვეყანა, თუნდაც გავიხედოთ სიონთან რამდენი ეკლესია იყო და იდგა სხვადასხვა აღსარებლობის ადამიანებისათვის. მე მახსენდება, რომ დავით აღმაშენებელმა 40,000 კუჩაყი ჩამოასახლა, იმიტომ რომ ებრძოლა საქართველოსათვის. ჩვენ მრავალეროვანი ქვეყანა ვართ, ისინი ჩვენი შვილები არიან, როგორც ბატონ თემის უყვარს ხოლმე ხმა ხშირად და მიუხედავად აღსარებლობისა, მიუხედავად რწმენისა, არ უნდა გავარჩიოთ, ვინც ჩადგმული არიან საქართველოს სიყვარულისათვის ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების წევრები და ჩვენ ქართველებმა უნდა მივახციოთ იმას, რომ მათთან საუბრით, მათთან კომუნიკაციით
არა დაპირისპირება და არა შუღლი და არა ძალადობა სიძულვილი გავაღვივოთ, არამედ პირიქით ერთმანეთს მეტად ჩავეხუტოთ ჩვენი სამშობლოსათვის. რა თქმა უნდა, ძალა სიყვარულშია, ძალა ქრისტეს სიყვარულშია პირველ რიგში. მის გარეშე არაფერი არ იქნება რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლის წინსვლა ქვეყანა. ჩვენ დღემდე მოვედით უფლის სიყვარულით და რა თქმა უნდა არ ვასხვავებთ კიდევ ერთხელ მithuli იმ ადამიანებს პატივს ვცემთ მათ თავიანთი აღსარებლობის მიუხედავად ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის და ძალა კიდევ ერთხელ ვამბობ ერთობაში. მადლობა ბატონო თემურად ილიას, გამონათქვამებია, მისი სურათებია, ჩვენ სამწუხაროდ ავივიწყეთ ილიას გზა, რომელიც როგორც ვიცით არის წმინდანად ჩვენმა უნეტარესმა და უწმინდესმა წმინდანად შერაცხა და ის ხიდი, რომელიც არის ჩატეხილი ახალგაზრდობასა და ძველგაზრდობას შორის, ოთარანს ქვრივში არის ეს სიტყვები, რომ ხიდი არისო ჩატეხილიო და სამწუხაროდ გავიდა წლები, გადის ათეული წლები და ეს ხიდი ვერ აღზრდა. რას გვეტყვიან ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, როცა დადგებიან რეალობის წინაშე და დაგვისვამენ კითხვას, რას აკეთებდითო თქვენო უფროსი თაობაო და ალბათ ცრემლებს ჩამოვყრით მარტო. ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა შევიტანოთ წვლილი, არა სიძულვილს, არა დაპირისპირებას. საქართველოში სამწუხაროდ და სპეციალურად მე ამ სიტყვას ბრჭყალებში არ ჩავსვამ. სპეციალურად ხდება ამდენი დანაყოფები რომ არის და იმის მაგივრად რომ შევერთდეთ და ვთქვათ ძალა ერთობაშია, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ხდება ბატონმა გიორგი ყემალაძემ აღნიშნა, მით უმეტეს ახლა არჩევნები მოდის და არა ლანძღვით კი არ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა, რომ ვიღაცაზე მაგრები ვართ, ხო? ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცოთ და ხალხი დაინახავს მერე. და ხალხი ასე ვთქვათ განარჩევს შავს და კარგს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო თემურ ამ ინიციატივისათვის და თუ უფრო მეტ მასიურ სახეს მიიღებს და დღეს ერთ-ერთი აქტიური პრობლემა არის ეს, მე ვფიქრობ საქართველოში და ერთობის გარეშე, სიყვარულის გარეშე, დაპირისპირების გარეშე იმედია განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად. კარგით, მოკლედ ჩვენი დღევანდელი აქცია დასასრულისკენ მიუახლოვდა. მე მინდა აქედან რა თქმა უნდა მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს. შემოძირფასო მეგობრებო, მე დღეს რომ აქ ვდგევარ, ეს არის დამსახურება ჩემი მეგობრებო. მე დღეს რომ აქ ვდგევარ და მაგ შემართება, ეს არის დამსახურება თქვენი ჩემო მეგობრებო. ეს არის დამსახურება იმ უამრავი ემიგრანტებისა, რომელიც მამხნევებდა წლების განმავლობაში. ეს არის დამსახურება ასევე მამაგურა მოთხოზორიასი, რომელთანაც როდესაც ძალიან თუ ხმარობაში ვიყავი და მინდოდა რომ ყველაფერზე ხელი ჩამეკნია და ვფიქრობდი რომ შეუძლებელია აი ამ გზით გააგრძელო მოძრაობა, მაგრამ როდესაც აი ამ მდგომარეობაში ვიყავი, გავრბოდი ხოლმე მამაგურამთან და მისი სიტყვები, მისი გულში ჩახუტება ყოველთვის დიდ ძალას და დიდ ენერგიას მაგდება. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თქვენ დღეს აქ მოვდანთ. ასევე მე მჯერა რომ უამრავ ადამიანს უბრძოდა დღეს მოსვლა, მაგრამ დღევანდელ დღეს არ ვიცი ამ მიზეზების გამო უამრავმა ვერ შეძლო მოსვლა. მე მჯერა რომ ესეთი აქცია კვლავ გაგრძელდება. ჩვენ ეს არის დღეს ჩაეყარა საფუძველი ბრძოლას, რომელიც ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისკენ მიიყვა. ეს არის ბრძოლა დავით აღმაშენებლის გზით, შერიგების ალანისტრეს მოძრაობას, ბრძოლა სიყვარულის წესებით, ბრძოლა დავით აღმაშენებლის გზით. საქართველოს იქნება ისეთი ძლიერი ქვეყანა და ისევ ხელახლა დავიბრუნებთ იმ ღირსებას, რომელიც ღირსებას სამწუხაროდ წაგვარქვეს ჩვენ. საქართველოს კვლავაც დაიბრუნებთ აფხაზეთს და სამაშაბლოს. საქართველოს ისევ იქნება ერთიანი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს არის სიყვარულის ქვეყანა. საქართველოს არის კავკასიის გული. საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია და საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც აფხაზეთს დუდუ აწოვა, სამაშაბლოს დუდუ აწოვა და
ეს ზე მათ შეერგო, ეს ზე არ იყო მწარე, ეს ზე არ იყო მადურობის საზე, ეს ზე იყო სითბოთი და სიყვარული, ეს ზე იყო როგორც საკუთარი შვილით. ამიტომაც მინდა აქედან მოუწოდო აფხაზს და ჩვენს ოსმებს, რომ საქართველოს ეს არის ჩვენი ერთი ქვეყანა, საქართველოს თქვენი ქვეყანაა. თქვენ საქართველოს გარეშე ვერასდროს ვერ იქნებით სრულყოფილად ბედნიერები. საქართველოს არის ჩვენი აკვანი და საქართველოსთვის მისი ერთიანობისთვის, მისი სიყვარულისთვის, მისი გაერთიანებისთვის მოდით გადავგოთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ჩამოვწიოთ, მოვიშოროთ ყველანაირი გაუცხოება, რომელიც ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვადასხვა ნიადაგზე არის წარმოქმნილი. ამიტომ გემშვიდობებით კიდევ ერთხელ უღმესი მადლობა მობრძალებისთვის, ღმერთი თქვენი შვენი და სრულიად საქართველოს თავი. მადლობა ყურადღებისთვის.